რთული კითხვა არის, იმიტომ რომ არ ვიცი, მაგრამ ვისაც კლინიკური სიკვდილი ქონია, იძახიან რომ არსებობსო, მაგრამ არ ვიცი, მე არ მჯერავს ეგეთი რაღაცაების, მაგრამ აი, ჩემი მეგობარი რომ მოკვდა რამოდენჯერმე დამესიზმდა და თვითონ რაღაცას მელაპარაკებოდა. ეგ სიზმრიდან გამოვყვა ბუნდონად, მაგრამ რამდენად რეალური არის? რას გელაპარაკებოდათ? არც მაგის საფლავზე არ მისვლა და თითქოს ნაწყენია და მე თვითონ ფობია მაქვს, ანუ საფლავებზე სიარულის და არ ვიცი, ვერ მივალ თვითონ მეშინია რა. არ ვიცი, რაღაცნაირად ერთხელ დავინახე თუ ორჯერ მკვდარი და მაგის შემდეგ რაღაც ფობია მაქვს რა. ვერ გავეკარები უბრალოდ ახლოს მე პირადად და ვიცი. და საბოლოოდ მაინც ვერ მივხვდი, როგორ ფიქრობთ, სიცოცხლის შემდეგ რა ხდება? არ ვიცი, შეიძლება ეიპოვონ ეტარება, შეიძლება ჯოჯოხეთში მოხდეს ადამიანი. მე არ ვიცი სად მოხდები. შეიძლება ჯოჯოხეთში მოხდეს, შეიძლება საბოთხეში მოხდეს. გონია რომ ცოდვების და მიხედვით არის რა. აი ადამიანსაც ცოდვაც აქვს ჩადენილი და სიკეთეებიც აქვს ჩადენილი, იქ ალბათ გადაწყდება და რა ვიცი. აზრზე არა, ვარ მაგ პასუხს მართლა. თქვენ ქრისტიანი ხართ? ქრისტიანი ვარ, კი. ღმერთის ანუ ესა ეკლესიებში არ დადიან, მაგრამ სახლში ხოლმე ვლოცულობ რა, ახლა ესა და რაღაცა კი. რაღაც უნდა შეცვალო. აპდეიტის დროა.